ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რომ რასაც მე მოვუსმინე, ის ამბობდა ფაქტობრივად ყველას გაერთიანებას, ყველასთან საუბრობდა იმის შესახებ, რომ ზურა ჯაფარიძე, ლიაკა ხოშტარია, ლელოსთან გაერთიანებას არ გაერთიანებას და თანამშრომლობას თუ ამ დიდი კონფიგურაციის შექმნას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი იდეაც ეს იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად ოპოზიციურ ველზე აი თუნდაც ვიდრე იდეები დაიდება, ალბათ ხალხი არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ჯერ კონფიგურაციებზე არ არის ჩამოყალიბებული და ფაქტობრივად თუ მოხდება იმ პარტიების გაერთიანება, რომელიც გამორიცხავენ, აი აბსოლუტურად გამორიცხავენ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ისინი თავისი შინაარსით ნაციონალურ მოძრაობას იმეორებენ, ხო? და შესაბამისად გამოდის, რომ ორი ნაციონალური მოძრაობა, ერთი ნაციონალური მოძრაობა ესეთი ორიგინალი და მეორე ნაციონალური მოძრაობა ფაქტიურად ყველა ის ხალხი, რომელიც გამორიცხავს ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას და მისი წარსულით ძალიან რთულად განარჩევს ამ ხალხს ნაციონალური მოძრაობისგან. მე არ ვიცი შიდა კონკურენციის ამბავში ვინ რამდენ პროცენტს აიღებს თუ ახლა შეიძლება ნიკა იქადნება რომ ნაციონალურ მოძრაობაზე მეც აიღებს ნაციონალური მოძრაობა ამას რაღაცნაირად ისე სკეპტიკურად ხდება ეს ნაკლებად საინტერესოა ჩემი აზრით თავარია რომ ეს კონგლომერატები ფაქტიურად წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს რომ მერე დარჩეს დრო იმაზე რომ საერთოდ იდეაზე ან რაღაცა შინაარსზე იყოს ამ ხალხთან საუბარი შესაძლებელი. ანუ დროული განსაზღვრა ამ კონფიგურაციების ახლა კრიტიკული მნიშვნელობის არის რომ ყველაფერი გადავიდეს შინაარსზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენს მაგალითად თქვენს არხზეც ჩანს ეს მედიაში ჩანს თითქოს მოთხოვნილება იგრძნობა, რომ თუ ჩვენ მართლა რამეს არ ვიტყვით, რაც არ უნდა კონფიგურაციები შეიქმნას, თუ ჩვენ ანუ რესურსებით ვაპირებთ, რომ დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას, ეს წარმოუდგენელი ამოცანა, ეს გადაუჭრელი ამოცანა. ამიტომ თუ ჩვენ გვჭირდება რომ რაღაცნაირად ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებზე მართლა სერიოზული შედეგი დადოს, ამისთვის არის სწორი წინასაარჩევნო პროცესი აუცილებელი. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციის გამარჯვება ან ოპოზიციის წარმატება მისთვის საშიში არ არის. და ჯერჯერობით აი თქვათ რომ დააკვირდე ანუ დღევანდელ სიტუაციას, აი ფაქტობრივად აბსოლუტურად გაუგებარია ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში და რა იქნება შემდეგ. ხო და აი ამაზე დებატები და ამაზე ჩამოყალიბება ოპოზიციისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აი ხალხმა უნდა იცოდეს რომ ოპოზიციის გამარჯვება საშიში არ არის. სხვათა შორის ეს აქცენტი ჰქონდა სააკაშვილს თავის პოსტში, რომლითაც მან შეაფასა ოცნების ახალი კაბინეტი, უბრალოდ ძველი კაბინეტი ახალი თავმჯდომარის მეთაურობით და თქვა რომ აი ნაცების მოსვლის შიშსაცო ყავლი გაუვიდაო და ხალხს ახსოვს ჩვენი საქმეები, რომელიც გაკეთდა და ქვეყნის აღმშენებლობა. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ სხვათა შორის აი ნაცების ლანძღვასთან დაკავშირებით თუ დაგამახსოვრდათ ეს აქცენტი ნიკასი ბატონო ის ამბობს რომ მათემატიკური საკითხია რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილეო და ასეთ შემთხვევაში დროის დათმობა ნაცმოძრაობის ლანძღვაზე მას არ ესმის და ნუ ეს არ იქნებოდა ვთქვათ აი რელევანტური რაღაც ამგვარი შეფასებაც იყო. ხო და მაშინ რა აზრია, ანუ თუ წარმოიდგინეთ რომ ნიკა გვარამია აი დღევანდელ წეღანასაც პასუხობდით, უბრალოდ გამორიცხავს ნებისმიერ სხვა მოთამაშესთან თანამშრომლობას, კონკრეტულად ქართულ ოცნებასთან. ესე იგი, მაშინ რატო არის ეს ორი პარტია ცალ-ცალკე, ხო? ანუ სინამდვილეში რაღაცა რაციონალურად რო შეხედო, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და სხვა ისეთი ადამიანები, რომლებიც მაგალითად შეიძლება რაღაცა პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არ იყვნენ, მაგრამ ლელოს მხარდამჭერები გახდნენ შემთხვევით, ან ვიღაცა ჯაფარიძის მხარდამჭერები გახდნენ და ასე შემდეგ და ამიტომ ვიძახი, რომ ეს კონფიგურაცია აუცილებლად ნაცურია თავისი გაგებით, იმიტომ რომ წინასწარ აცხადეს, რომ კოალიციამ მხოლოდ ნაცებთან წარმოუდგენია და მე მგონი ამ შემთხვევაში უბრალოდ გასაგებად ჩამოყალიბდება სპექტრი. ანუ ფაქტობრივად გამოდის რომ მარტო ჩვენ ვრჩებით ისეთი ძალა, მე ყოველ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური პარტია ჯერჯერობით არც ერთი არ გამიგია რომ საჯარო სივრცეში ამას აცხადებდეს, რომელიც მზად არის რომ ითანამშრომლოს როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან, ისე ქართულ ოცნებასთან. აქედან გამომდინარე, მოდი დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც დამისვით, რასაც ის ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა საშიში არ არისო. მე ამას ვერ ვიტყოდი. მე მაგ ნაწილში მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ის შეიძლება იმედს ამყარებს მხოლოდ იმაზე, რომ დრო გავიდა, მაგრამ ამ 12 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებმა დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ, როგორც ნაციონალურ მოძრაობას და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს
აი ისეთ რეფორმას სასამართლო სისტემის, რომელშიც მათ ერთმანეთის აღარ უნდა შეეშინდეთ. ანუ ზოგადად წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ გაქვს ცენტრალიზებული ხელისუფლება და კონტროლი სასამართლოზე, ხელისუფლების დაკარგვა არის სასიცოცხლო საშიში. ანუ შეიძლება ყველაფერი დაკარგო, ანუ უბრალოდ ხელისუფლებას კი არ კარგავ, ხო გესმით? ანუ ფაქტობრივად, ანუ შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ადგილები გაცვალონ და ეს არის მუდმივი დაპირისპირების, ანუ ესეთი სიმძაფრით დაპირისპირების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი. და ჩვენ თუ აი ეს წინასაარჩევნო პროცესი არ დავუთმეთ იმას, რომ როგორ შეიძლება ხელისუფლება ისე შეიცვალოს, რომ ახალი ხელისუფლება არ გახდეს შურისმაძიებელი წინა ხელისუფლებაზე და პროცესი არ დაიწყოს ისეთი, რომელიც ყოველი ხელისუფლის გამოცვლის დროს ხდებოდა საქართველოში. გაიხსენეთ, არ ვიცი, გაიხსენეთ შევარდნაძე და ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება, გაიხსენეთ მიხეილ სააკაშვილის და შევარდნაძის და მისი მთავრობის დამოკიდებულება, გაიხსენეთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება. ანუ ეს ციკლია ყველაზე ასე თქვათ, აი ის ჩაკეტილი წრე, რომლიდანაც ჩვენ უნდა რაღაც მომენტში გამოვიდეთ. და ამის გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა არის, რომ მოხდეს აი მართლა ნაციონალური შეთანხმება, მათ შორის ამაში დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელი არ მიიღონ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ ორივე მონაწილეობა, რომ სასამართლო სისტემამ პოლიტიკოსების კონტროლის მიღმა გავიდეს, რომ მას აღარ აკონტროლებდეს აღარც მიხეილ სააკაშვილი, აღარც ბიძინა ივანიშვილი და აღარც მომავალი ის მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ორი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს. თავარი ამბავი. გასაგებია, სააკაშვილის ამ პოსტში, სადაც ისაუბრობს, რომ აბა ნაცები გინდათ, ეს აღარ მუშაობს და ხალხმა თანდათან დააფასაო ბევრი სიკეთე, რაც ჩვენ მოვუტანეთ და ნაცების შიშზე ძლიერი იმ რეალობის შიშია, რომელიც შექმნეს. ეს არის ეს ფრაგმენტი ამ სტატუსიდან. აი ეს სტატუსი მთავრდება ასე, რომ ბრძოლა არ იქნება ადვილი, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის და მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ. აი სააკაშვილის საბოლოო ადგილი და აი ამ ადგილის განსაზღვრა რა გავლენას ახდენს თქვენი შეფასებით აი მთლიან პოლიტიკურ პროცესზე, მაშინ როდესაც ვიცით ხო, აი რა არის მიზნად დასახული გამარჯვება, ოცნების გაშვება ხელისუფლებიდან და ასე შემდეგ. გავიგე. დიახ, აი რა გავლენის მოხდენა შეუძლია გამოკვეთილ პოზიციას საბოლოოდ სააკაშვილის. ყველაზე დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს მიხეილ სააკაშვილმა. ანუ მიხეილ სააკაშვილი არის სინამდვილეში აი წეგან როზე ვლაპარაკობდით ორივე ნაციონალური მოძრაობის პარტია ნაციონალური მოძრაობის და ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ანუ მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის ანუ მთავარი პერსონაჟი და მას შეუძლია პირველმა გაასერიოზულოს თამაში. გაასერიოზულოს იმით, რომ აი რაზეც წეგან საუბრობდი, მართლა იმის იმედად კი არ იყოს, რომ დრო გავიდა და ქართველ ხალხს ქართული ოცნება უფრო მეტად მოწყინდა და დაავიწყდა მიხეილ სააკაშვილზე გაბრაზება. ამის იმედად არ იყოს. ანუ ის რეალურად უნდა გამოვიდეს ნამდვილი პოლიტიკური პოზიციით. აი რას ნიშნავს შურისძიებაზე უარის თქმა? მან უნდა ახსნას რას ნიშნავდა მურუსიძის სასამართლო. და როდესაც ის ახსნის რას ნიშნავდა მურუსიძის სასამართლო, მაშინ შეიძლება მას დაუჯეროს ქართველმა ხალხმა, რომ მას შეუძლია ამ მურუსიძის სასამართლოზე უარის თქმა. და ანუ რა ფორმით გააკეთებს ამ თავის პოზიციას, როგორ დაარწმუნებს ქართულ ხალხს, ის არის პოლიტიკოსი, მას აქვს საკმაოდ მეტი გამოცდილება. როდესაც ის 2003 წელს მოდიოდა ხელისუფლებაში, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის თვალში და 90%-ზე მეტი იმიტომ მიიღო არჩევნებზე. ანუ ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ სასამართლოა ყველაზე მგზნობი არის საკითხი, რომელზეც სააკაშვილის პოზიციონირება ბევრ ამას შეცვლის, სწორი პოზიციონირება. აი მაგალითად ნაცები ძალიან ბევრ სხვა დაპირებას იძლევიან, რომ აი გაიხსენეთ ჩვენ პერიოდში მოტანილი კეთილდღეობა, მსხვილი საინვესტიციო პროექტები, ჩვენ შეგვიძლია კეთილდღეობის მოტანა საზოგადოებისთვის, ახლა იქ პენსიის თემაც აქტუალურია, მათ შორის ყველა პარტიაში და ასე შემდეგ, თითქმის ყველა პარტიაში და ასე შემდეგ. ანუ ეს არაფერს ნიშნავს და მთავარია ამ საკითხზე რა სიტყვიან, რომ არ იქნება შურისძიება? აბსოლუტურად გეთანხმებით, ხაბატონო ანა, ეს ყველა საკითხი არაფერს ნიშნავს, მაშინ, როდესაც შენი მოწინააღმდეგე არის
7 მილიარდის პატრონი, ხელისუფლების 28 მილიარდიანი ბიუჯეტის პატრონი, ყველანაირი რესურსის პატრონი, შენ ვერანაირად, ვერც პენსიით, ვერც ვერანაირი რესურსით დღევანდელ სიტუაციაში მას ვერაფერს დაუპირისპირებ. ამ ნაწილში შენ რაც შეგიძლია რომ დაუპირისპირო ის, რაც მოითხოვს ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანს პოლიტიკოსისგან რაღაცა გაგებით თავისი შეცდომის აღიარებას და ისეთი დაპირების გაცემას, რომელიც გასაგებს გახდის, რომ ეს შეცდომა მართლა აღიარებულია. მართლა უნდა დაანებონ პოლიტიკოსებმა უნდა ხელი აიღონ სასამართლოს დაკომპლექტებაზე. ყველანაირი სასამართლოში ხელის ფათურზე პოლიტიკოსებმა ხელი უნდა აიღონ. ერთადერთი გზა არის, რომ პოლიტიკოსებმა მოიცილონ ეს პასუხისმგებლობა და მათ შორის დააძლევინონ საკუთარი თავის მიმართ შიში ამომრჩეველს. ანუ სინამდვილეში ოპოზიციის მიმართ შიში მდგომარეობს იმაში, რომ მოვა უკონტროლო ძალა, ანუ აი ისეთი სისტემა ერთპიროვნული მმართველობის, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო კანდიდატურაა. თუ ჩვენ ასეთი სისტემა უნდა დავტოვოთ, მეც კი ერთი პოლიტიკოსი მირჩევნია რომ ამ სისტემის სათავეში დარჩეს ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე გავრისყო და მოვიდეს ვინმე სხვა, მაგალითად არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილზეც კი არ მაქვს საუბარი, არ ვიცი, ხაბეიშვილი რომ მოვიდეს. ამ სისტემის სათავეში ეს ხო წარმოუდგენელი ამბავი. და თქვენ რომ მოხვიდეთ? ამ კაცმა 12 წლის განმავლობაში, არა, მე ამ სისტემის სათავეში ჯერ ერთი ვერ მოვალ, მეორე არ მინდა რომ მოვიდე და ჩემ ფუნქცია წარმომიდგენია რომ ანუ ამ სისტემის ასე თქვა დემონტაჟია ჩვენი ამოცანა. მხოლოდ ეს სისტემაა ჩვენი პრობლემა. ცუდი კაცი მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კი არ არის. ჩვენი მთავარი, ანუ იდეური მტერი არის ეს სისტემა, რომელშიც გჯერა, რომ თურმე სახელმწიფომ უნდა შეასრულოს მოქალაქეების პიროვნული პასუხისმგებლობა. აი ჩვენი მთელი ცხოვრება რომ სახელმწიფოზე გადაბარებული და ამ სახელმწიფოს ერთი კაცი რომ მართავს მუდმივად. აი ეს ხო საბჭოთა სისტემაა თავისი შინაარსით და ჩვენ ამაზე უნდა ვთქვა თუ არის და ვიდრე ეს პოლიტიკოსები მართლობაში იქნება ეს ბიძინა ივანიშვილის სახით თო მიხეილ სააკაშვილი ციხეში ვერ მიხვდება რომ აი ამ სისტემას ერთობლივად უნდა დაუპირისპირდეთ რომ ხალხს აღარ ეშინოდეს ჩვენი და ჩვენ რეალურად დავიწყოთ პოლიტიკური ცხოვრება, ლაპარაკი აღვადგინოთ, ხალხი ავისი ლაპარაკს ეძახის ამასთან როგორ დავჯდებიო, ან ამას როგორ, ანუ ხო წარმოგიდგენიათ რომ ეს აი ამ სისტემამ მოკლა პოლიტიკური ცხოვრება, ამ სისტემამ მოკლა პოლიტიკოსებს შორის ადამიანური ნორმალური საუბრის შესაძლებლობა, ხვდებით? ეს გვაპირისპირებს ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეებს, ყოფს შუაზე და მუდმივად აღვივებს შულს. ესმით? აი ეს თუ ამის დამთავრებაში ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მიხეილ სააკაშვილს. და მიხეილ, ანუ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია რა თქმა უნდა, მაგრამ მას ამის საჭიროება არ აქვს და მიხეილ სააკაშვილს შეუძლია და მას ამის საჭიროება აქვს ჩემი აზრით. კარგი და ბოლო კითხვას ბატონო, ახო დაგისვამთ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენ პარლამენტში მალე ნახავთ ამ განხილვას. არაფერი დიდი მოულოდნელობა, 76 ხმა სჭირდება კობახიძის გაპრემიერებას და 84 დეპუტატი ყავს უმრავლესობაში ქართულ ოცნებას. აი თქვენ თუ გაქვთ რამე კითხვა ან შენიშვნა ან რისი თქმა შეგიძლიათ საერთოდ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ღარიბაშვილის გუნდის პრემიერია კობახიძე, ეს ცოტა საინტერესო, ასე ვთქვათ, მოცემულობად მეჩვენება, რა სიტყოდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით? იგივეს გავაგრძელებდი. აი ეს ჩვენი პრობლემა არის ეს სისტემა. წარმოიდგინეთ, პრემიერები იცვლებიან და არანაირი შინაარსი არ გააჩნია. პრემიერი არ ყავს. ანუ რატო არ ყავს? აი ყველაფერი რატო არის ფეიკი? ანუ მთელი ჩვენი ინსტიტუტები არის რა ქვია, ყალბი, ანუ ფასადია, წარმოიდგინეთ და ჩვენ ხო ამ ფასადების ცვლილებებს ვაკვირდებით, რომელშიც ლოგიკა არ არის. ამ ყველაფრის ლოგიკა არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, რომლის мотиваციას ვერავინ ვერ გავიგებს და რა უმადური საქმეა ადამიანს, რომელსაც არ იცნობ იმის მოტივების პროგნოზირება. ხო წარმოგიდგენიათ, ხო და ეს ამბავი ჩემი აზრით უბრალოდ აი იმის აბსოლუტურად ცხადი მაგალითია, რა კატასტროფულ სისტემის პირობებში ვცხოვრობთ. ხო და აი როგორ გითხართ, პრემიერები ისე იცვლებიან, რომ არანაირი ლოგიკური და საღი აზრისთვის გასაგები არგუმენტი არასოდეს არ ყოფილა ბოლო 12 წლის განმავლობაში. ხო ხვდებით? აი ან ბიძინა ივანიშვილს ეშლებოდა, ან ვიღაც ღალატობდა, ან რაღაცა ხდებოდა
და წარმოიდგინეთ რომ ანუ არანაირი პოლიტიკური პროცესი, არანაირი დემოკრატიული პროცესი ამასთან არაფერ შუაში არ არის. ხო და როგორ დავიჯერო რომ ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილს თავად არ მოწინდა. აი მესამედ რომ მოვიდა თან აი უცნაური განცხადებების მერე რომ მესამედ მოსვლას რა აზრი აქვს ხო ყველა ხშირად იმეორებთ ხოლმე თქვენი არხით მათ შორის მაგ განცხადებას აი ხო წარმოგიდგენიათ რომ თითქოს რაღაცაებით მომწიფებულია სიტუაცია რომ იქნებ განვმუხტოთ იქნებ მოვახერხოთ ამ საზოგადოებამ მისი მთავარი ასე ვთქვათ პოლიტიკური ლიდერებით მიხეილ სააკაშვილით და ბიძინა ივანიშვილით რომ ეს კლოუნა და დავამთავროთ ანუ თუ ჩვენ მოვახერხებთ აი ეს ნათელი მაგალითებია რაც ჩვენს წინაშე ხდება ხო აი მაგალითად აი წარმოიდგინეთ მოიხსნა ერთი მინისტრი და მე ძალიან გამიხარდა რომ ანუ ზუსტად ის ერთი მინისტრი მოიხსნა რომელიც უნდა მოხსნილიყო თუ ვინმე უნდა მოხსნილიყო იმიტომ რომ 2023 წელი იყო ამ ირაკლის რა ქვია ღარიბაშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის სამინისტროს ბენეფისი ხო მთელი სამთავრობო მედია მაგის რეკლამას აჩვენებდა როგორ მიდიოდა სამხედრო რეფორმა თავდაცვის რაღაცა სასწაული რეფორმა როგორ ებრძოდნენ გიშს როგორ რაღაცა და მოიტანეს კანონი რომელზეც დაიცინნენ 9 თვის განმავლობაში დაიცინნენ იმიტომ რომ აი კორუფცია გახდა ყველასთვის გასაგები რომ ამ კანონს არანაირი შეხება არ აქვს თავდაცვასთან მაგრამ ეს კანონი არის ყველაფერნაირი გაგებით კორუფციაზე ან არის მაგალითად ისეთ გაუგებარ გიჟობაზე როგორც არის ომის მდგომარეობაში ხალხის განიარაღებაზე ანუ რაც ყველაფერი პირიქით უნდა გააკეთო რაც საღი აზრის დონეზე გასაგებია რომ 100 არ მოსულა და არ მოსულა არც ორსული ქალების დევნა ბადეებით და ასე შემდეგ აი ამის მინისტრი რომ მოხდეს მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილის мотиваცია რატომ მოხდა ჯუანშერ ბურჭულაძე შეიძლება საერთოდ სხვა რამის გამო მოხდა სხვა სკანდალის გამო მოხდა მაგრამ მე მინდა მჯეროდეს რომ ამ კაცმა აგო პასუხი იმ უსამართლობაზე, რასაც ჩადიოდა თვითონ პრემიერ-მინისტრთან ერთად. პასუხი რითია აგო, რომ შესთავაზეს ნატოში ელჩობა და მოიფიქრებს წავა თუ არა, მაგრამ მგონი თანახმა. აი, რაც გინდა უქნია, მაგრამ თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ესეთი რეფორმა მოამზადა და ბოლო აკორდად იმათ, რა ქვია, პასუხად მიიღო ის, რომ თავრობაში ერთადერთი ის გაუშვეს, მე ამას მიბიჩნევდი როგორც პასუხისმგებლობას. კი ბატონო. სად ნატოში კი არა, სადაც გინდა გაუშვას.